წარმოდგენა, რომელიც ბავშვებისთვის და უფროსებისთვის ერთნაირად საინტერესოა ქართული ანიმაციის თქმის საუკუნოვან ისტორიას და ყოველთვის საყვარელ ანიმაციურ პერსონაჟებს სცენაზე კიდევ ერთხელ გააცოცხლებენ. ჯადოსნური ეკრანი ამბები ქართული ანიმაციიდან, ქართული მულტფილმების შექმნის საინტერესო ისტორიებთან ერთად შესრულდება ანიმაციისთვის დაწერილი ცნობილი სიმღერებიც, რომლებიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ. გზა პერსონაჟების შექმნიდან ცისფერ ეკრანებამდე რა სირთულეებს აწყდებოდნენ ქართველი ანიმატორების შემოქმედებით პროცესში. სცენიდან მაყურებელს მოუყვებიან გამხმოვანებლებზეც, რომელთა ხმებიც ბავშვობის მოგონებებს კიდევ ერთხელ გაგვახსენებს. 3 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში ყველა ასაკის მაყურებელს ელოდებიან. როცა ჯერ ეკრანს ნახავდნენ, მე ეკრანზე აჩქარებულ კადრებს და ეს საოცარი სანახაობა 50 კაპიკიდან 2 მონეტამდე მერყეოდა. ისევ აციმციმდებოდა თუ არა ჯადოსნურ ეკრანზე ერთამბად შეკრული მთელი ქართული ანიმაციის ისტორია მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, როგორ მიიღებდა მას მაყურებელი. და რადგან ახლა შემოქმედებითი გუნდი კვლავ შეიკრიბა და ისევ ამზადებს ყველაზე საინტერესო ამბებს მონეტრებული მაყურებლისთვის, იმას ნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია. პროექტიც შედგა და თითქმის 1 საუკუნის წინ ჩაფიქრებული ერთი იდეალისტი ყმაწვილის ოცნება სხვა საუკუნეში ახდა. ეს მოწვილი ლადო მუჯირი გახდა ანიმაციის განვითარებას ამ კაცმა სიცოცხლე შესწირა. დიახ, სწორედ ანიმაციის განვითარებას შეეწირა ის. ამბის თხრობაც სცენიდან ზუსტად იმ დროიდან იწყება, საიდანაც ქართული ანიმაციის ისტორია. 30-40-იან წლებში შექმნილი ანიმაციის შესახებ საინტერესო ამბებთან ერთად პროექტი მის ავტორებსაც გვაცნობს და იმ სირთულეებს, რომელიც ეკრანზე ნახატების ამოძრავებას უძღვოდა წინ. ზოგადად ეს ანიმაცია ზოგი 7 წუთიანია, ზოგი 10 წუთიანი და გონია რომ რაღაცა ძალიან მარტივად შექმნილია. სინამდვილეში ურთულესი გზა გაიარეს ამ ადამიანებმა და უდიდესი შრომა ჩადეს, რომ ჩვენთვის რაღაც ესეთ სიკეთის და სიყვარულის მაგალითები დაეტოვებინათ და ისეთი სითბოა და ისეთი სიყვარული იცის, რომ აი ვერ შორდება. აი ყოველ ახლიდან ნახვაზე მგონია რომ რაღაც ახალი სიღრმე და ახალი ფილოსოფია აღმოვაჩინეთ. ასე მიუყვება ისტორიას გზა და ჩვენ სცენაზე ვხედავთ გმირებს ბავშვობიდან და თუ კი აქამდე არ იცოდით, რომ ჭანჭიკებისგან აწყობილი ხელმარჯვე ოსტატიც იმ ადამიანის ოცნების რეალიზაცია იყო, რომელმაც პირველი ქართული ანიმაციის შესაქმნელად საკუთარი პალტო გაყიდა, ამ საღამოზე შეიტყობთ. ვახტანგ ბახტაძემ ლადო მუჯირის ოცნება აასრულა და შექმნა კეთილი პერსონაჟი, რომელიც სერიიდან სერიაში მოგზაურობდა და ბავშვებს სიკეთის კეთებას ასწავლიდა. ახლა ჩვენ საგვეხმარება მუსიკის თანხლებით და ქართველი მომღერლების ორკესტრთან ერთად ცოცხალი შესრულებით ცოცხლდება ქართული სიმღერებიც, რომლებიც სპეციალურად ამ მულტფილმებისთვის დაიწერა. Arasgerçit mekeybi matsalet Gemoitsid gğameshi davtsale და თუ გაქვთ კითხვა, რა გამოარჩევს ქართულ ანიმაციას, მაშინ მთელი ეს წარმოდგენა ის ერთადერთი პასუხია, რომელიც ამ ლოგიკურ შეკითხვას აქვს. თოვლის გუნდა არის ჩემთვის აი ფილოსოფია, როგორ უნდა ასწავლო შულს ცხოვრება, როგორ უნდა აყვევებინო, რომ რაღაცებს თვითონ მიხვდეს და შენი განმარტება არ დაჭირდეს. ამიტომ მინდა რომ ეს ბევრს გავუნაწილოთ და აი ახლებული ჟღერადობით, რომელიც მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა გააკეთა, ნიკა საბაშვილი თავისი სტუდენტებით, რომელიც კიდევ უფრო სხვანაირ ფერს ძენს ამ ყველაფერს და მან ყველაზე კარგად იცის ბავშვებს რა ენაზე უნდა ელაპარაკოს და ეს არ არის საბავშვო პროექტი. მე მგონი ეს არის უფრო პროექტი მათთვის, ვინც ყოფილი ბავშვები არიან. დრო რომ გადის, ხვდები რომ პერსონაჟებიც შენთან ერთად გაიზარდნენ, გაფერადნენ, დაიხვეწდნენ, გაბევრდნენ და გამრავალფეროვდნენ. თუმცა, მაინც დარჩნენ ბავშვების ყველაზე სასიამოვნო მოგონებებად. ეს არის პროექტი, სადაც ადამიანები მოგზაურობენ დროში, გადავდივართ ბავშვობაში და გვახსენდება ის ძალიან ძვირფასი წლები, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოვლილი და ეს პერსონაჟები, რომელსაც ჩვენ ტელეეკრანებთან ველოდებოდით, თუ გვახსოვს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ეკრანებზე გამოჩენა, ეს ძალიან სენსიტიურია და
მაყურებელი, რომელიც აქ მოვა, ვეცდებით რომ დროში დავაბრუნოთ, გავახსენოთ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვებს გავაცნოთ ის პერსონაჟები, რომლებსაც არ თუ ისე კარგად იცნობენ. ჯადოსნური ეკრანი, ანუ ამბები ქართული ანიმაციიდან. უკან ბავშვობაში დასაბრუნებლად 3 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გელოდებიან.